რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ფოთში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები დაათვალიერა. Ამ დროისთვის ნაგავსაყრელზე შეყვანილია ნარჩენების გადასაადგილებელი მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე უკვე დამონტაჟებულია გამშვები ჯიხური. პოლიგონის კეთილმოწყობასა და სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოებზე კი ტენდერი გამოცხადდება. ჩვენ დავიწყეთ ახალი ნაგავსაყრელების გახსნა ევროპული სტანდარტებით. თქვენ ხედავთ რა მდგომარეობა არის ძველ ნაგავსაყრელებზე. ამიტომ ეტაპობრივად ხორციელდება მათი ტრანსფორმაცია თელავში. საზოგადოება უკვე მადლობას იხდის იმასთან დაკავშირებით, რაც გაკეთდა. ვფიქრობ, ჰოთელები ძალიან კმაყოფილებით დაგვჩვევიან. ჩვენ პრაქტიკულად სექტემბრის ბოლომდე სრულად მოვახდენთ ამ ნაგავსაყრელის გარდაქმნას ახალი სტანდარტების შესაბამისად. ნაგავსაყრელზე უკვე დავიწყეთ საექსპლუატაციო სამუშაოები, შემოვიყვანეთ მძიმე ტექნიკა, რომელიც მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ექსპლუატაციას, დაინიშნენ ადგილზე ოპერატორები, ასევე გამშვები ჯიხური დავაყენეთ, დავიწყეთ პროექტირება. პროექტის მიხედვით სამუშაოები დაიწყება აგვისტოს დასაწყისში და დასრულდება მაქსიმუმ ოქტომბრის ბოლოსთვის. სამუშაოებისთვის გამოყოფილია პროექტის მიხედვით 700,000 ლარი.